ხო, პრინციპში მე ალბათ თქვენთანაც საუბარში მიხსენებია ბევრჯერ, რომ ქართული ოცნება არც კი ცდილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგებას, გადატვირთვას, ამის არც რესურსი გააჩნდათ მაგათ, არც შესაძლებლობა და არც რეალურად სურვილი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი გზავნილებია ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, რომელსაც მრავალპარტიული ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ჰქონდა ყოველთვის, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დაარეგულირდეს. ხა მარტო ის, რომ შენ ეს გინდა, ან აჩვენებ, რომ გინდა და სინამდვილეში არაფერს არ აკეთებს, თავისთავად ეს არ ხდება, ხო? ბუნებრივია ეს აქსიომაა. რამაც დააზიანა ეს ურთიერთობები, მინიმუმ ის უნდა შეატრიალო და შეცვალო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობების აღდგენა დაიწყოს და ეს მე მგონი ძალიან მკაფიოდ ჩანდა წინა ხელისუფლების, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებულ შტატების ეხლანდელი ადმინისტრაციის პირობებში, ელჩის გაცხადებულ პოზიციაში, როდესაც პირველად შეხვდა მაკაბოჭორიშვილს, ან მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ახლახანს მოხდა შეხვედრა იყო ოფიციალურ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირთან, მაშინ ყოველთვის არის ნათქვამი, რომ უნდა გაკეთდეს ის, რაც იცით თქვენ, რა უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მაგრამ რეალურად არც არავინ ამას არ ცდილობს, ერთადერთი რასაც ცდილობენ, იყო და არის დღესაც, რომ მათი რიტორიკა დაემთხვეს იმ გარკვეულ კონსერვატიულ რიტორიკას, რომელიც დღეს ძალიან დომინანტია. ამას ამუშავებს ამას წინსწრებით ამუშავდნენ, სხვა არ არის, ამაზე ბევრი აკადემიური სტატიაც დაიწერა, კვლევებიც არის, როგორ იდენტური არის ის სქემები, რომელიც PR ტექნოლოგიურად გამოიყენება, მათ შორის საქართველოში, სერბეთში, უნგრეთში, სხვა ქვეყნებში, სადაც ესეთი ტიპის მემარჯვენე პოპულისტური ნარატივები გამოიყენება, რომელშიც ხო რუსეთიდან მოდის ბუნებრივია და აქედან იწყებს უბრალოდ ადაპტირებულია მე სხვა ქვეყნებზე და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ნათარგმნია იმ კონსერვატიული დისკურსებიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების აი მემარჯვენე პოლიტიკოსებს ახასიათებს. ანუ ეს რომ თანხwebdriver მოხდა, ის კი არ იყო რომ გამოიცნან იდეოლოგიურად ერთ ხაზზე არიან. არამედ ეს წინსწრებით ის დოკუმენტაცია, ის პოლიტიკური მასალები, რომელსაც სავარაუდოდ გამოიყენებდა ტრამპის ადმინისტრაცია მომავალში, იმას თარგმნიდან იმას იყენებდნენ და გააჩინეს განცდა, რომ რაღაცა გარკვეული ჰარმონია არსებობს ქართულ ნარატივებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თქვათ, უკვე რაც გაყიდა ოცნება, ამაზეც ხშირად გვისაუბრია ჩვენ, ეხლაც ამაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ აი მომავალში ეხლა რაზეც და ოციანურის თარიღზე ჩამოკიდებაც გვახსოვს ხო, აი რაღაც გარკვეული თვეების განმავლობაში ამუშავა ეს გზავნილი. აი ეხლა რას ეჭიდება ქართული ოცნება? აი ნახოთ სტატუს კო შენარჩუნებას ეჭიდება, ის ცდილობს რომ ადგილზე გაიმყაროს. რას იზამს ეხლა? ანუ აქეთ არის ეხლა მიმართული რაღაც მთელი მოლოდინი ოცნების თუ ჩვეულებრივი ისეთი გზავნილია, რომელიც ხო, თუ დამარცხდა იტყვის რომ დამარცხდა და თუ მოიგო იტყვის რომ მოიგო. ხო, ყველა შეგიძლია მოარგო გასაღები. მოდი ეს ცოტა გაბლარულია ეს გზავნილები, იმიტომ რომ ქართული ოცნება რასაც deep state არქმევს, ის სხვა რამეა, იმასთან შედარებით, რასაც თქვა ტრამპის ადმინისტრაცია ეძახის deep state. ორი სხვა ფუნდამენტურ რაღაცა ობიექტებზეა საუბარი. ტრამპის შემთხვევაში ეს არის გარკვეული ადმინისტრაციული, ტრადიციული, ბიუროკრატიული წესრიგი, რომელსაც ახალი, ესე ვთქვათ, პირველი ვადის პირობებში წინააღმდეგობას უწევდა ტრამპს და არ აძლევდა საშუალებას. ამერიკის ბიუროკრატია. ამერიკის ბიუროკრატია, არა მარტო ბიუროკრატია, მთელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ესე ვთქვათ, checks and balances, როგორც იტყვიან, ხო, ესე ვთქვათ, რომელიც აბალანსებს ძალაუფლების, ასე ვთქვათ, უსაზღვროობას იმისთვის, რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, შემაკავებელი ფაქტორები არსებობდეს, რამაც არ მიცა საშუალება ტრამპს გარკვეული საკითხები გადაეჭყვიდა ისე, როგორც მას უნდა და ამიტომაც ახალი ადმინისტრაციის პირობებში მეორე ვადით არ შეისწავს, მან დაიწყო არათუ იმ ტრადიციული გზით სვლა იმისთვის, რომ თავის პოლიტიკა განახორციელებინა, არამედ executive order-ებით, ანუ განსაკუთრებული გადაწყვეტილებებით და ბრძანებებით, რომელთაც მან ეცადა რომ დაენერგა, ესე ვთქვათ, ბიუროკრატიისა და არსებული წესრიგის მიღმა თავისი პოლიტიკა. ეს სხვა მოცემულა. ჩვენთან ეს არის კონსპირაციული თეორია, რომელიც რაღაცა გლობალური მსოფლიო მართლობის, რაღაცა რელიგიურ დონეზე აყვანილი კონსპირაციული მართლობის სისტემაზე საუბრობს, რომელიც აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, მათ შორის ტრამპს, რომელსაც ტრამპიც დამარცხება და ეხლა როგორც ამბობენ, უკვე მარცხება, იმიტომ რომ არის ზიარებს ლოკალური მარცხი განაცდევინა ახალ იმ შემთხვევაში იმას გარკვეული ახსნა აქვს და deep state-ი თავისთავად რაღაცა წარმონაქმნია, ოდესღაც ამას თავისი, ესე ვთქვათ, რაციონალური განმარტებები აქვს, ესე არ არის მოწყვეტილი. ამათმა გლობალური ომის პარტია შეცვალა deep state-ით, იმიტომ რომ მოხდარიყო თანხwebdriver ფრაზებში და რაც თავარებს ჩვენს მოსახლეობას ეფიქრა, რომ ქართული ოცნება და ტრამპი ერთი ენით საუბრობენ, სინამდვილეში ორ სხვადასხვა სამყაროზე გვაქვს საუბარი და რის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, ერთადერთი რით შეიძლება ჰქონდეს, რომ სოფლიო უწესრიგობის და გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის არ მოიცალოს არავინ და ამ სტატუს კო
იყოს შეეგუოს მთელი მსოფლიო, მათ შორის დემოკრატიული საზოგადოება. ეს არის ამოცანა ქართული ოცნების, ამაზე მუშაობენ და რასთავარია ვასალური დამოკიდებულება განავითარა რუსეთთან, რომელიც მათ გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს აძლევს და გარკვეულად მათი არსებობის უსაფრთხოების გარანტიებსაც ქმნის. მათი უაღროს ამ შემთხვევაში არა საქართველოს მშვიდობის, არამედ ქართული ოცნების ძალაუფლებაში ყოფნის უსაფრთხოების სისტემას ქმნის. აი ეს არის თელი მაგათი. ამოცანაზე მითხარით უკვე და თქვენს ამოცანაზე, ანუ თქვენი ან ოპოზიციის ამოცანაზე, რომლის თავარი მიზანიც უნდა იყოს, რომ ქართული ოცნება ჩამოშორდეს ოცნებას ძალაუფლება და გაისტუმროთ ის ხელისუფლებიდან, ხო? აი ამ კონტექსტში რა აქცენტებიც ქონდა უკვე მას, როგორც ახალ თავმჯდომარეს, მან ახსენა, რომ უკან დახევა იქნებოდა არჩევნებიდან, ეს ამას არ უშვებს. ახალი არაფერი არ თქვა დღეს. არა, ახალზე კი არ გეკითხებით. ანუ აი მაგალითად ის ამბობს, რომ პარტია სრულად იქნება ახალი რა უნდა თქვას ახლა, რაც 13 წელი. სიახლე არ იყო არაფერი. აი უბრალოდ ყველაფერი რაღაცაზე მიუთითებს, ხო? მათ შორის თქვენს ხშირად გისაუბრიათ, რომ იგივე ეს ივანიშვილის დობით აღჭურვილი პირების გასვლა, ივანიშვილის დუმილი დღევანდელ დღეს ის არც მედიასთან მივიდა, არაფერი თქვა, რა აქცენტიც ქონდა თავად კობახიძეს, ანუ თქვენთვის რა ტიპის პროცესზე მიუთითებს? აი თქვენი ამოცანების თქვათ გამარტივების და გართულების თვალსაზრისით ამაზე გეკითხებით. ჩვენი ამოცანები არ არის მარტივი. მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვისო პარტია დაწყებული გვაქვს სამზადისი და ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო კამპანია. თქვენთვის რა სიგნალია ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე საერთოდ არ იყო არაფერი სიახლის მომცემი, უბრალოდ იყო გარკვეული ესე ვთქვათ შესაკრებთა გადანაცვლებები, ძალიან უმნიშვნელო მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ რო დაგვენახა რომ თქვა თუნდაც პოლიტიკურ საბჭოს ახალ წევრებს ან თავმჯდომარეს, ძველ თავმჯდომარეს, რაღაცა ესე თვი პოლიტიკური გამოსვლები ყოფილიყო გულისხმობა, ეს პოლიტიკური დებატები მათ შორის რა, პარტიის შიგნით, მაგალითად საუბარი თავის ამორჩეველთან გულისხმობ იმას, რომ თუნდაც ჭიათურის მაგალითი, როდესაც ჭიათურაში არის გამოწვევა და ამ გამოწვევის ამ პროტესტის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ქართული ოცნების ხარდამჭერია. ყოველ შემთხვევაში ჭიათურის მოსახლეობის ეს ვთქვათ არჩევნების ასე ვთქვათ შედეგები გაყალბების მიუხედავად ამაზე მეტყველეს, მაგრამ ისინი მათაც არ ესაუბრებია. სრული იგნორია თავის ამორჩევლის მიმართ. ის ყველაფერი გრძელდება ძალაუფლების შენარჩუნებით. დღეს რაც დავინახეთ 18 თუ 15 წუთიანი ყრილობა იყო, რომ საერთო პარადოქსია და საერთო სიცხვილე პოლიტიკური მოვლენა 15 წუთი ჩვენი საუბარიც კი არ გაგრძელდება, ცოტა მეტი შეიძლება გაგრძელდეს, როდესაც ყრილობა ამხელა მთელი საქართველოს ხელმძღვანელობა მოიყვანეს და 15 წუთი და ანუ არაფერი ახალი, ერთადერთი რასაც ასხეებდა ეს ცდელობა რომ აჩვენო რომ ჩვენ არა გვაიხდით არის არ გატეხვა რომ ჩვენ ასე ვთქვათ არ გვეშინია სანქციები, ჩვენ მაინც ერთად ვარ და ჩვენ მოვიგებთ ყველაფერს. არ ვიცი რამდენად დამაჯერებელი იქნება, გარკვეულწილად ალბათ ვიღაცისთვის დამაჯერებელია, მაგრამ ის რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ ესეთ ვითარებაში, იზოლაციაში, სრულ იზოლაციაში და ეს არ არის მხოლოდ განცხადებების უკვე საკანონმდებლო აქტით გამყარებული დოკუმენტი ხდება ძალიან მალე თქვა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მე ფიქრობ რომ მათ აი გარკვეულ და მნიშვნელოვან გამოწვევებს წინაშე დააყენეს. დღეს დღევანდელი დღე არაფრით არ გამოირჩეოდა გუშინწინდელი, იმიტომ რომ არაფერი ახალი გზავნილიც არ მოგვისმენია. რატო გეკითხებით, იცით ესე აქცენტირებულად ბატონ დიმიტრი, რომ იყო ინტერესი სხვათა შორის ყურადღებით უსმენდი მათ შორის კითხვებს, რომ აი ვითარების განმუხტვას როგორ ხედავს ქართული ოცნება, ხო ყველა შემდეგი კვირა არა, სანავინახე გავანადგურებო და თუ არ იქნება. მეგობარი აქტი მიღებულია ხო წარმომადგენელთა პალატაში, გამოქვეყნდა ამ დოკუმენტით გათვალისწინებული სია. ანუ ყველა შემდეგი რაღაც დღე და კვირა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გარკვეულწილად რაღაც სიგნალი ხომ არ ჩანს, ხომ არ დაინახა სხვანაირად ოცნებამ აი ეს ვითარების განმუხტვა, ხო? არა, ჯერჯერობით არ დახევის პირობებიო მრავალჯერ იყო ეს კითხვა დასმული და მართლა მნიშვნელოვანია რომ აი არჩევნები იქნებოდა უკან დახევა ამბობს და მის სიტყვაშიც ახსენა რომ უკან დახევა არ იქნება. აი ამაზე რის თქმა შეგიძლიათ თქვენ აი ეს რა ტიპის კომენტარია საერთოდ და როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ? კიდევ ერთხელ მათ ესეც ახალი არ არის თქვენ, იმიტომ ჩემთვის არაფერი არ იყო სურპრიზი მათ შორის ეს, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც ის ამბობს, რომ ვითარების განმუხტვას ხედავს ის როგორ ხედავს, ვერ ხედავს. არ და მარტივად ხედავს. 28-ში იქნება. და მარტივად ვითარების განმუხტვას ხედავს, როდესაც ოპონენტები აღარ ეყოლება ქვეყანაში. ხო, ეს განდევნის განადგურებს და მე დანარჩენი ვინც იქნებოდა ერთმანეთი გვეყარებაო რა. ან შემეგუები და გეყარები, ან სიყვარულს დავთესავთო, ხო იცახდნენ გასულ, მაგრამ სიყვარული და სიძულვილი მე დავთესე, თვითონ დაიწყეს სიძულვილით ლაპარაკი და სიზღით
ლაპარაკი და განხეთქილება და პოლარიზაცია საზოგადოებაში. კი, გარკვეულად ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ამას უწყობდა ხელს შე შემთხვევაში, მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში უპირატესად პასუხისმგებელია ეს რამე, მაგრამ გამოსავალი მათ დაინახეს, რომ ჩვენ გავყარითო ახლა, საერთოდ პოლიტიკურ ველს მოვასუფთავებთ, თუ ვინც დარჩება იმათ, ან გაიძულებთ რომ გიყვარდეთ, ან უბრალოდ გეყვარებით რა. ეს იყო მათი გამოსავალი, სხვა არაფერი არ შემოუთავაზებიათ რა. კიდევ ერთხელ დავრჩები მარტო ოთახში და მარტო თუ იქნები ახლა ჰარმონიაში ვიქნები ჩემ თავთან. ეს იყო მათი გზავნილი, არაფერი სხვა იქ არ თქმულა და არაფერი. ხო, ის რომ სისუსტე თვლიან, ესე ააწყეს მაგათმა თავისი პოლიტიკური ველი ყოველთვის და სამწუხარო მაშინაც კი როდესაც ჩვენ მეც ვიყავი რაღაცა გარკვეული კომპრომისზე წავსვლა პოლიტიკურ კომპრომისზე ის განიხილავდნენ სისუსტედ ამ დროს შეიძლება პირიქით სიძლიერის მაჩვენებელი იყოს როცა კომპრომისზე მიდიხარ იმისთვის რომ ქვეყნის საბოლოო შედეგი ქვეყნისთვის საბოლოო შედეგი უკეთესი დადგეს მაგრამ სამწუხაროდ მათი ხისტი პოლიტიკა ესეთია რომ მათ ესე აწყობილი რომ ძალაუფლებაზე აწყობილები არიან ძალაუფლების ნიშანი არის მთავარი მამოძრავებელი მათთვის და ეს ნიშანი ამ ნიშანში ამ ძალაუფლების სიძლიერეში თუ შეეპარა ვინმე შეიძლება მათ ირგვლივ რაღაცა რაოდენობა 100 ადამიანი თუ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ იყო იქიდან არავინ აღარ დარჩეს იმიტომ რომ ძალისთვის არიან ისინი და ამიტომაც ისინი აცილობენ რომ სისუსტე არაჩვენონ იმით რომ აი სისუსტე გონიათ კომპრომისები სიარული თუნდაც იმ ხალხთან ვისაც მათივე გაგებით მაგრამ 40%-მა მიცა ხმა ხო აი მათივე დათვლებით კი ისევ თქვენზე მინდა კითხოთ ანუ პოლიტიკურ პარტიებზე ამ შემთხვევაში მე როგორც თქვენ პარტიას გახარია საქართველოსის წარმოადგენთ დღეს ზურაბიშვილმა ილაპარაკა და თქვა რომ შევდივართ იზოლაციაში მთავარ პარტნიორებთან სრული პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს ტრადიციულად და თქვა რომ აქედან გამოსავალი არის ახალი არჩევნები და არჩევნები არის დასანიშნი სასწრაფოდ ხო ესეთ ფრაზას ამბობს ზურაბიშვილი აი ამ პროცესამდე მისვლა ეხა როგორ ფიქრობთ ანუ როგორ მოჩანს იგივე უახლესი კომენტარის გათვალისწინებით რომელიც ქონდა კობახიძეს და აი თქვენს როლზე მითხარით აი ამ პროცესში იცით გეთანხმებით რომ არჩევნებია დასანიშნი სასწრაფო. არჩევნები არის ყოველთვის დემოკრატიული კრიზისი როცა არის ქვეყანაში, დემოკრატიაში არჩევნები არის, ესე ვთქვათ, ერთადერთი მექანიზმი, როგორ შეიძლება დაასტაბილურო და დაანორმალიზო ნორმალურ მდგომარეობაში გადაიყვანოს, არ არის ვინმეს მოგონილი ან ახირება ან რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სურვილი, ეს არის აქსიომა. ზოგადად დემოკრატიები ესე მუშაობენ. ამიტომაც ძალიან ლოგიკურია და ძალიან მარტივადაც დამკვიდრდა ეს მოთხოვნა საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების და ყველას მიუხედავად განსხვავებულობისა ეს მოთხოვნა როგორც ესეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დამკვიდრდა აი თვეების განმავლობაში საზოგადოებაში ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიები რომელიც ასე ვთქვათ უსამართლო დაპატიმრებული ადამიანების მიმართ ასე ვთქვათ ემპათია და სურვილი რომ ისინი განთავისუფლდნენ რა თქმა უნდა ესე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა რამდენად ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და დღევანდელი პოლიტიკური პროცესი აიძულებს ქართულ ოცნებას რომ დათმოს ეს ძალიან ძნელი სათქმელია ჩვენ ხედავთ ამას რომ ესეთი ტიპის პროცესი თუნდაც სერბეთში იქნება და თუნდაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ესე მარტივად არ მიდის და ეს რაღაცა ხანგრძლივი ბრძოლის ფორმა მიიღო ჩვენ მომენტალური შედეგები ვერ მივიღეთ და ამას ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს მაგრამ ეს ესეა დღეს ამიტომაც ერთი მოთხოვნა უცვლელი რჩება მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვისაც რომ შეიძლება ესეთი ახალი არჩევნები არ დანიშნოს ქართულმა ოცნებამ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ისინი ამას განიხილავენ არ როგორც პოლიტიკური ესე ვთქვათ მდგომარეობის სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არამედ ისინი განიხილავენ თავიანთი სისუსტის ჩვენებად, რომელიც შეიძლება ჩამოშალოს ესე. ამიტომ დღეს როგორც არასდროს, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი წნეხია მათზე, მიუხედავად შედარებით დასუსტებული პროტესტისა, მაგრამ წინააღმდეგობისა და პროტესტის განწყობებისა ქვეყანაში, ძალიან მზარდი უკვე ღია გზავნილებისა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, ძალიან მომწიფებული პოლიტიკური ესე ვთქვათ დამოკიდებულებებისა ევროპიდან, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ წნეხის გაძლება, თუმცა ყველანაირად ეცდებიან სხვადასხვა ფორმები, ღია და ფარული ფორმები და ხშირ შემთხვევაში ფარული ფორმებით რაღაცნაირად დისონანსი შემოიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გაიმყარონ პოზიციები, გათიშე და იბატონეს პრინციპი, ეგეც ახალი არაფერი არ არის, მაგრამ ამ პრინციპს აწვევიან და შესაბამისად ჩვენი ამოცანაც ამ შემთხვევაში არის, რომ ვიყოთ მზად ძალიან საშუალო და გრძელვადიანი პროცესისთვისაც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს შეიძლება ძალიან მალე ერთ თვეში და ერთ კვირაში არ დამთავრდეს, ამის ყველა ნიშანი გვაქვს, ძალიან არასტანდარტული, არატიპიური მტერი ყავს, ესე ვიტყოდი, რომელიც ემტერება ქვეყანას, ებღაუჭება ძალაუფლებას და ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. უბრალოდ თქვენ ახსენეთ, რომ მომენტალური შედეგებიო ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ, ხო. და ამას ცხადია ქონდა თავის მიზეზები, ხო? ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესი. აი ამ მიზეზების აღმოფხრაზე მიმდინარე. არა, ამ მიზეზებს აქვს, აი თავარ, ახლა ბევრი სუბიექტური მიზეზი და ის რომ პარტიების სისტემები ვიყავით ასე შემდეგ. მიზეზები აღმოფხრადია, ის ექვემდებარება. გარკვეულწილად კი და გარკვეულწილად სუბიექტური რაც არის, ის აღმოფხრადია, ის რომ ჩვენ თითოეულ პოლიტიკურ პარტიამ ცოტა უფრო მეტი რაციონალიზმით, მეტი ასე ვთქვათ, ორიენტაციით რომ საკუთარი სტრუქტურული
პოლიტიკური შემადგენლობა და პოლიტიკური ორგანიზაციები გავაძლიეროთ, ეს ერთია. მაგრამ მეორეა ობიექტური, ჩვენ რო ყავდეს პოლიტიკური ოპონენტი, ანუ პოლიტიკოსი იყოს იქით ამ ხარეს, მაშინ შეიძლება ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში, იმიტომ რომ ახლა 100,000 კაცი როცა გამოდის ქუჩაში, მთელ სოფლიოში ეს არის მიზეზი იმისთვის, რომ დაფიქრდეს ხელისუფლება რა ხდება ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ როცა ოლიგარქი ყავს, ის ოლიგარქისთვის ეს 100,000 იქნება თუ მილიონი მისთვის არის ძალაუფლება. შეინარჩუნოს, ესე ვთქვათ, რეპრესია მოაწყოს, გაყაროს ხალხი ქუჩიდან და შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომაც ცოტათი ბუნებას ბრალდება. არ ეს უკვე მართლობის სტილია, რომელსაც ჩვენ განსხვავებულია, განსხვავებით ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მართლობისგან. ეს არ არის პოლიტიკოსი, ეს ოლიგარქი მართლია.